როცა ხარ ბავშვი და სწავლობ, ვერც იაზრებ იმ თვისებებს, რომელსაც ითვისებ. შენ ცხოვრობ შენი ცხოვრებით, ოცნებობ რაღაცეებზე, ალბათ მაშინ ზუსტად იცი, რომ არ აღსრულდება, იმიტომ რომ დიდი არის ეს ოცნებები შენთვის. აგერ თქვენი მყოფებით ისეთ გარემოში, რომელიც მე თავის დროზე ვერც კი ვიოცნებებდი, რომ აქ ესეთი სივრცე შეიქმნებოდა, რომელიც მინდა რომ მომავალ თაობებს აი ეს თავისი ოცნებები აუხდინოს. ჩემთვის ეს არის ის ადგილი, სადაც დავიბადე, სადაც გავიზარდე და ტყვილი მოგონებების წერტილია. პატარა დაბა, შესანიშნავი ხალხით, რომელიც აქ ცხოვრობს, თავისი ტრადიციებით, რომელიც ძალიან მიყვარს. ეს მე ვარ. ეხლაც ეგეთი ვარ. ძალიან ჩაფიქრებული. საინტერესოა ჩვენი კლასია. ჩვენი კლასელები მე. ვიზრდებოდი ჩვეულებრივად ისე, როგორც სოფელში იზრდებიან ბავშვები, თავისი პრობლემებით, თავისი სიკეთით, თავისი სიხარულით. ეხლა სადაც ვართ, ჩვენ ტერიტორია იყო სკოლის ტერიტორია, ესეთი სახე არ ქონდა ამ სკოლას, აქ იყო 4 ხის შენობა იდგა. მე 10 კლასში რო გადავდიოდი, უკვე მშენებლობა დაიწყო აქ, უბრალოდ მე-9 კლასში და მე-10 კლასი უკვე დავამთავრე აი ეს კაპიტალურ შენობაში. ის გარემო, რომელიც აქ იყო, ყველაფერი მახსოვს, რა თქმა უნდა და ის ემოციები, რომელიც მაშინ მქონდა. ძალიან ბევრი რამ მასწავლა სოფელში ცხოვრება. ერთმანეთთან თანადგომა, დახმარება. რა შვები გოშა და ეს თვისება ჩამიჯდა და ვცდილობ რომ ყოველთვის მივეხმარო ვიღაცას. აი ჩემი კლასელი. კლასელი ამ სკოლაში სწავლობდა. ერთად სწავლობდით. როცა უნივერსიტეტი დავამთავრე და დავიწყე, ასე ვთქვათ, ბიზნეს საქმიანობა, მკაფიოდ მივხვდი რომ განათლება ეს არის ხედვა. შენი როლი, შენი ოჯახი, ქვეყანა, მსოფლიო, შენ რა ხარ, ამაში რა შეგიძლია შენ შემატო. როცა ეს გააზრება მოხდა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვეცადე რომ ინვესტიცია გამეკეთებინა განათლებაში. თვითონ საბადო რას ნიშნავს, ხო, რაღაცა გავზარდოთ, ხო, ისეთი ადამიანები, რომელიც აი მსოფლიოს ადამიანები იქნებიან, უნდა გაცდნენ თავის სოფელს, თავის ქალაქს, თავის ქვეყანასაც და გახდნენ მსოფლიოსთვის სასარგებლო ადამიანები. აი ეს იყო სკოლის ტერიტორია, ზუსტად აი აქ იყო ის ხის შენობები, სადაც სწავლობდით და აი აქ იყო მოედანი ფრენბურთის და კალათბურთის, სადაც თამაშობდით. კალათბურთს და ფრენბურთს, უფრო ფრენბურთს. საყვარელი ადგილი იყო ეს, იმიტომ რომ ეზო იყო ეს თითქმის, ხო და აქ ვატარებდი ძალიან ბევრ დროს. ეს თვითონ იყო თავარი შენობა. არ არსებობდა არაფერი რა, მარტო კედლები იყო. ძალიან საინტერესო სივრცე გამოვიდა ბავშვებისთვის, რომელიც მოიცავს უნივერსალურ მოედანს, პადელის თანამედროვე მოედანს, მწვანე გაზონებს, რაც ადგილებს, სადაც შეუძლიათ ბავშვებს და მასწავლებლებს და ლექტორებს რო გაატარონ და ერთმანეთს გაუზიარონ არაფორმალურ ვითარებაში თავისი აზრები. ჩვენ შემოვედით ახლა სკოლის ფოიეში, რა თქმა უნდა ესე არ გამოიყურებოდა. ახლა თქვენ აქ უყურებთ უკვე განსხვავებულ დიზაინს, განსხვავებულ ავეჯს და რაღაცნაირად სხვანაირ სივრცეს ქმნის და კომფორტს აქ შემოსულ ადამიანებისთვის. სპორტული დარბაზი, რა თქმა უნდა, იყო ესეთი მოცულობის, უბრალოდ არ არსებობდა, ჩამტრეული იყო ფანჯრები ყველაფერი და ეხლა დღეს გარდა იმისა, რომ შეიძლება სპორტული ღონისძიებები ჩაატაროთ, აქ უკვე ჩატარდა რამოდენიმე, ასე ვთქვათ, ჯგუფური სწავლებები. ბავშვების ხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი, იმიტომაც შეიქმნა ეს კამპუსი. ანუ ერთია ჩვეულებრივი სკოლა და სკოლის განათლება, მეორეა უნარჩვევები, რომელიც უნდა შეიძინო და ამაში უნდა გეხმარებოდნენ სპეციალისტებიც, ხალხი, ვისაც დიდი გამოცდილება დაუგროვდა, რომ ისარგებლო მაქსიმალურად, მაგ სიკეთეებით, რომელიც მოდის. ეს არის შესანიშნავი STEM ლაბორატორია, თავისი 3D პრინტერებით და რაღაც საინტერესო მოდელებით.
ალბათ ჩვენმა ბავშვებმაც გააკეთეს აგეთ 3D პრინტერით, ალბათ ეს საბადოს ლოგო. რა თქმა უნდა, ბევრი დარბაზებია იმისათვის, რომ ბავშვებმა დაისვენონ, გაერთონ, აუცილებელია მეტი კომუნიკაცია ერთმანეთთან. ეგეც არის ძალიან დიდი პრობლემა დღევანდელი ცხოვრების, იმიტომ რომ ბავშვები ჩაგეტილნი არიან თავის гаджეტებში, ტელეფონებში. ამიტომ ეს სივრცე მისცემს ერთმანეთთან კომუნიკაციას. ჩვენ თამაშობდით კი, რა თქმა უნდა, უბრალოდ ჩვეულებრივ მაგიდაზე ვაწყობდით წიგნებს. აი ეს წიგნებს დავაყენებდით ეს და წიგნით ვერ თამაშობდით. ისევ როგორც ჩემი ოცნება იყო რაღაცა გამختარიყავი, ისე ოცნება აქვს ამ ბავშვებს, ვინც აქ გარშემო ცხოვრობს. რა თქმა უნდა, მაგათთვის აი აქაური ბავშვებისთვის იქნება ესეც მაგალითი ჩამოსულ ბავშვებთან ინტეგრაცია, უფრო მეტის ნახვა, უფრო მეტის სწავლა, უნდა იგრძნონ, რომ არიან აი ამ სამყაროს ღირსეული ადამიანები, ხო და არაფერი დაბრკოლება არ აქვს, რომ მიაღწიონ ძალიან დიდ შედეგებს. საბადო იქნება ის ადგილი უკვე თანამედროვე გარემოში, სადაც შეხვდება კომფორტი და ცოდნა და ჩამოყალიბება პიროვნების, როგორც სრულფასოვანი მსოფლიოს მოქალაქე. ეს სივრცე არ არსებობდა, ეს არის აშენებული უკვე რეკონსტრუქციის მერე. ესე იგი გაჩნდა ესეთი იდეა, რომ საბადოს უნდა ჰქონდეს წდომა, ესე ვთქვათ, მსოფლიოსთან და ესეთ სიმბოლური რაღაც არის და გავაკეთეთ ობსერვატორია, სრულფასოვანი სერიოზული ობსერვატორია. შესანიშნავი სივრცე გამოვიდა, ძალიან დიდი დარბაზი, თავისი სცენით. დედაჩემი იყო მასწავლებელი ისტორიის, მე სკოლის დირექტორი და ეს ორმაგი პასუხისმგებლობა მქონდა. ხო, მე არ მახსოვს, რომ მე გამეცდინა სკოლა, მე არ მახსოვს, რომ მე ავადმყოფილიყავი. ისე ჩემი სწავლის დროს აქ იყო ტიხარი, ესე იგი ეს იყო საკლასო ოთახი, ნუ სწავლობდით აქ. ცოდნის გაზიარება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ცოდნა არ არის საკმარისი. არის აუცილებელი სხვა თვისებები, რომელიც, ასე ვთქვათ, შენ მოგარგებს და შენ ცოდნას მოარგებს აი ამ სამყაროს, ხო? ამიტომაც არის ეს სივრცე იმისათვის, რომ შეიძინო სხვა თვისებები, რომელითაც იქნები გამორჩეული სხვა მცოდნე ხალხისგან, ხო? ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ეს ცოდნა რაც აქვს, გადავრქმათ ლიდერობის თვისებებში. ხო, ეს იყო ჩვენი დაბის კინოთეატრი. თქმა უნდა, ის იყო აბსოლუტურად სხვანაირი. ეს იყო ის ნათელი წერტილი, სადაც ვიკრიფებოდი და თუ რამე კინო იყო, რაც მოიტანდნენ, აფიშა იყო გაკრული, ვკითხულობდით და ესეც იქნება ერთ-ერთი ადგილი, რომელიც შეიძლება მომავალ ლიდერებს მისცემს შთაგონებას აკეთონ სერიოზული თავისი ნაბიჯები ცხოვრებაში. მე ვცხოვრობ მომავლით. შენ უნდა შექმნა ახალი და იცხოვრო მომავლით. ეგ არის მთავარი ადამიანის ცხოვრებაში. აქავრობა არის ჩემი სამშობლო და მიყვარს რა თქმა უნდა და ეს არის ის ადგილი, სადაც ყოველთვის უნდა დაბრუნდე, ყოველთვის უნდა გახსოვდეს შენი წარსული, სად დაიბადე, სად აიღე პირველი შენი თვისებები და ეცადო რომ მიეხმარო მომავალ თაობებს.